როგორ უნდა ვაკონტროლოთ მამაკაცი, ვაკონტროლოთ კარგი გაგებით, როგორ გქონდეს ბედნიერი ცხოვრება, როგორ მოგცეს მამაკაცმა ბევრი ფული და უკაცრავად რა თქმა უნდა რომ ჩვენ ამას ვიმსახურებთ, მით უმეტეს თქვენ თუ ხართ ქალი, რომელმაც გააჩინა შვილი, ის იმსახურებს დასვენებას, სილამაზეს და ბედნიერებას. როგორ უნდა მოხდეს ისე რომ მას ეგონოს რომ თვითონ მოქმედებს, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვაკეთებდეთ ყველაფერს, ისტერიკის, ჩხუბის და დავიდარების გარეშე ეს ყველაფერი არის ძალიან ადვილი. მაგრამ ზოგიერთ ქალბატონს გონია რომ არის ძალიან რთული. ყოველთვის, როდესაც ქალბატონს უნდა მიბმის რიტუალი, მე ვეუბნები რომ თქვენ გაიკეთეთ წმენდის რიტუალი მიბმამდე. მიბმას არავინ არ გიშლით, რა თქმა უნდა, შემდეგ აუცილებლად უნდა გაიკეთოთ, როდესაც ეს მამაკაცი თქვენი იქნება და რატომ უნდა წაგართოთ ვეღაცამ, ხო? რა თქმა უნდა, რომ ეს ყველამ უნდა გავიკეთოთ, მაგრამ მიბმამდე ხო გინდათ, რომ თქვენ გქონდეთ შესაბამისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ძალა და ეშმაკობები იმისათვის, რომ აკონტროლოთ თქვენი თავი და თქვენ თუ თქვენი თავი ვერ აკონტროლეთ კარგად და ისტერიკები, ტირილი, გაბუტვა და დაბლოკები დაიწყეთ. Oh my god, თვალი ცხოვრება ესე იცხოვრებთ, თქვენ სხვა როგორ უნდა აკონტროლოთ. კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ წმენდასთან ერთად მე ყველა კლიენტს ვრთავ მარათონში, რის შემდეგაც ადამიანებს გონება სრულიად ეცვლებათ თავისივე სასიკეთოდ. უამრავი სკრინი მსოფლიო ყველა ქვეყნიდან. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ტელეგრამის ჩემს უფასო არხზე, თითქმის ყველა სტორის ქვეშ არის ან ვიდეოს ქვეშ არის ლინკი მითითებული და ნახოთ ჩემი კლიენტები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, საქართველოდან, რა ვიცი, ნებისმიერი ქვეყნიდან რას წერენ მარათონებზე და წმენდის რიტუალებზე. და ბოლოს მაინც მივიდივართ იქ, რომ სანამ თქვენი თავის კონტროლს არ ისწავლით, რასაც მე მარათონებში, ასე ვთქვათ, 10 დღიან მარათონებში მოისმენთ, იმდენ რამეს, რომ 17 წლით და 16 წლით წინ წაგწევთ, რაც გამოცდილება ამდენი ხანში უნდა მიგეღოთ, მე თქვენ ამას 10 დღეში მოგცემთ. ამიტომ მეგობრებო, მე ვფიქრობ, რომ წმენდის რიტუალი და მარათონები გასაღებია იმისა, რომ თქვენი ცხოვროთ ჯანმრთელად და ბედნიერად.